ნინი მოსიაშვილი, Helio AI, თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი. Helios შექმნამდე მუშაობდი ქართულ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში, მარკეტინგის, დამსაქმებლის ბრენდინგის და მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით. ხშირად ვსაუბრობთ, რომ რეკრუტინგის პროცესი საკმაოდ რთული და კომპლექსურია, თითოეული კომპანიის ჭრილშიც ძალიან განსხვავებულია ეს პროცესი და რეკრუტერების ძირითადი დრო ხმარდება ისეთ რუტინულ საკითხებს, რისი ავტომატიზაციაც რეალურად შესაძლებელია. ყოველდღიურად იმდენი საკითხის შესრულება და მოგვარება უწევს რეკრუტერს, რომ ეს არასოდეს არავისთვის ხილული არ არის და უბრალოდ ვსაუბრობთ ერთი კონკრეტული ადამიანის შერჩევაზე. სწორედ აი ამ რუტინული დავალებების შესრულების დროს გრჩება უყურადღებოდ ისეთი საკითხები, რომლებიც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია. უკეთესი წყაროები საიდან შეიძლება, რომ ჩვენ კულტურაზე მორგებული ადამიანები მოვძებნოთ, უფრო ავასწრაფოთ ეს პროცესი, დავზოგოთ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური და ეს ყველა პრობლემა იყრიდა თავს რეკრუტინგის მიმართულებით. სტარტაპის დაწყებისას იმდენად არ გვქონდა ინფორმაცია და ცოდნა რა ხდებოდა ამ ეკოსისტემაში, დავდიოდით და ვეკითხებოდით ადამიანებს, როგორ შეიძლებოდა, რომ გზა გაგვეყვალა და ნებისმიერი რეკომენდაცია იყო ძალიან ღირებული. ამიტომ მან მთავარი საწყისში არის შენ გჯეროდეს იმ იდეის, რასაც აკეთებ, პრობლემა ძალიან კარგად გესმოდეს და მერე უკვე ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გზა და გზა გამოჩნდება. მთავარია მოძებნო ისეთი ადამიანები შენს გარშემო და შენს გვერდით, რომლებიც შენთან ერთად დაიჯერებენ. Helios შექმნისას ბევრს არ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა საქართველოში შექმნილიყო ხარისხიანი ინოვაციური AI პროდუქტი და განსაკუთრებით რეკრუტინგის მიმართულებით. მთავარი გამოწვევა პირველი ალბათ იყო ტექნოლოგიების მიმართულებით, გვეუბნებოდნენ, რომ ვერ ვიპოვიდით ადამიანს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იმუშავებდა, თუმცა ვიპოვეთ გოგო, ძალიან ყოჩაღი, რომელიც მჯერა, რომ კიდე ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის, არა მარტო საქართველოს რეკრუტინგის მიმართულებით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ასევე არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია სტარტაპის კეთებასთან დაკავშირებით. რა ხდებოდა ამ ეკოსისტემაში? სიტყვების მნიშვნელობებიც კი არ ვიცოდით და დავდიოდით, ვეკითხებოდით ადამიანებს, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. თუმცა აი ამ მონდომებამ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მოიტანა პატარ-პატარა და ასევე დიდი წარმატებებით. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაგვანახეს გზა, საით უნდა წავსულიყავით, გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც პირველი ნაბიჯი გადმოდგეს, გვენდნენ, ჩადეს ინვესტიცია Helios-ში, გახდნენ პირველი მომხმარებლები და ეს ყველაფერი უკვე აი ამ 2 წლის განმავლობაში კარგ შედეგამდე მივიდა. კომპანიებში ყველაფერი ისეთი ჭკვიალა და ვარდისფერი არ არის, როგორც გარედან ჩანს. ზოგჯერ რომ ვუყურებთ ხოლმე სხვის წარმატებას, სხვა კომპანიებს, სტარტაპებს, გონია რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, პირველივე დღიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო და დღესაც ესე ვარდისფერ ფერებში მიყვებიან. სინამდვილეში ძალიან რთული გზაა გასავლელი და მან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი და Helios გამოცდილებით არიან ადამიანები, ვისაც შენ გარშემო შემოიკრებ. თუ ყავს ისეთი ადამიანები გვერდით, ვისაც შენნაირი შემართება აქვს და შენნაირად ჯერა პროდუქტის, მე მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ რამე გვეჩვენება შეუძლებლად, ესეც შესაძლებელი ხდება ხოლმე. პირველი არიან ადამიანები, ვინც შენთან ერთად იქნებიან და დაიჯერებენ და შემდეგ უკვე პატარ-პატარა ნაბიჯები, ძალიან ბევრი მარცხი, ეს თანდევი პროცესია, ძალიან ბევრჯერ წავაგეთ, ძალიან ბევრჯერ დავეცით ძირს, თუმცა მეორე დღეს უფრო ძლიერები ვდგებოდით ხოლმე და ბევრად უფრო დიდი წარმატება მოდიოდა ამ ყველაფრის მერე. ამიტომ მჯერა, რომ თუ ადამიანს რაღაცის გაკეთება უნდა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება რომ არ გამოვიდეს.